Გვესაღამოს სამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძიწე აქცია რუსთავი გარდაბნის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შემთხვევის გამო შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა. ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე, რაც ქალაქის გარკვეული ნაწილისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზი გახდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის სამსახურის წარმომადგენლები. ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია, რუსთავის მერის განცხადებით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს დილიდან დაითვლის. Ახლოთ 5 მისამართსაც ხეები არის აქცეული, ანუ გზები ქონათ გადაკეტილი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ციხეებში, სადაც გარდაიმსახურა ხე წაიქცა საკამოდ მოზრდილი, თან განათების ბოძები ჩაიყოლა და ძალიანად სისტემა დაზიანებული განათების, ანუ აქაც სახელმწიფოს შენობასთანაც იგივე სიტუაცია, ძალიან ბევრ ადგილზე კაბელები დაზიანებული, ანუ ქარის გამო ჩაწყვეტილია და ქალაქის დაახლოებით 30% ჩუქიანი ეწოდება, ხვალ უკვე შუადღის შეფასება მოხდება რა ზიანი და რა ზარალი აქვს.